აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენელი პეტრე ზამბახიძე საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის წევრებს მიმართავს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია დროულად დააკომპლექტონ. ზამბახიძის განცხადებით აღნიშნული კომისია უკვე 2 თვეა ფიქტიურად არსებობს. კომისიის ეფექტური მუშაობა კი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. 2 თვეზე მეტია, რაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მხოლოდ დოკუმენტურად უმაღლეს საბჭოში და შეიქმნა ფურცელზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია, თუმცა ამ ხნის განმავლობაში არ მოხდარა კომისიის დაკომპლექტება, კვოტების განსაზღვრა და თავმჯდომარის არჩევა. მე დღეს მიმართავ ქართულ ოცნებას უმაღლეს საბჭოში, ყველა იმ თანამდებობის პირს, ვისაც ეხება ეს საკითხი, რომ უახლოეს დღეებში მიღებული იქნეს გადაწყვეტილება კომისიის დაკომპლექტების შესახებ, რათა ფრაქციებს მიეცეთ საშუალება წარადგინონ თავიანთი კანდიდატურები და ის, ვთქვათ, გადაწყვეტილება, რაც ფაქტიურად ერთხმად მივიღეთ ჩვენ 2 თვენახევრის წინ, მოვიდეს სისრულეში. პეტრე ზამბახიძის განცხადებას უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ჩიტიშვილი ეხმაურება. მისი განცხადებით ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით უკვე მუშაობს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია. მისი აზრით აღნიშნული კომისიის მუშაობა მაშინ იქნება მართებული, როცა აჭარის უმაღლეს საბჭოს უფლებები გაეზრდება. ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას დაუბრუნდეს მეტი უფლებები, ის უფლებები, რაც გაწერილი არის კონსტიტუციაში და რომელიც უფლების დაბრუნებაში ხელს გვიშლის კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიის შესახებ, რომელიც არის კონსტიტუციაში. თუ ის გამოუქმდება, ჩვენ ამ უფლებებს მივიღებთ. ხოლო ის რომ დღეს ადამიანის საჩუქრები და განცხადებები განიხილოს, ამას უკვე იხილავს იურიდიული საპროცედურო კომისია. თუ მე მაშინ ვამბობთ, თუ ამ კომისიას დაემატებოდა სახელი, იქნებოდა მშვენიერი. საკანონმდებლო ორგანო ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის გარეშე არის სიბნელე. ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ასიაფასებს აღნიშნულ ვითარებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის შექმნის ინიციატორი სულხან ღლონდი. მისი თქმით, საკითხი საშემოდგომო სესიაზე უნდა გადაწყდეს.